ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. დღეს ამ სიმართლეს იტყვის მომღერალი, მოცეკვავე და მსახიობი. 8 წლის ბარბარე ჯანაშია. გთხოვთ, ბარბარე, სათხარ თუ არა რომ შენ ცხოვრებაში პირველად დაჯდა წითელ სკამზე? ოჩახ ბარბარე, ძალიან მაგარი ხარ. ძალიან საინტერესო იყო ახლა ეს შენი პაროდია. როდის დაამუღამე ჩემზე პაროდია? აი გეტყვი გუშინ ღამით, ესე ჩავუჯექი ერთ ვიდეოს, ვუყურე დასაწყისი ორჯერ გადავახვია და რაღაცა ამოვიწერე სიტყვები და მოკლედ კარგად ავემახსოვრე. კიდევ აკეთებ პაროდიებს? კი. ვის პაროდიებს აკეთებ? შემიძლია გურანდა გაბუნიას პაროდია. ჩემი საყვარელი გურანდა გაბუნიას. მე ძალიან მიყვარს და მაგიტო ვიფიქრე. მე სულ ვაკეთებ ხოლმე გურანდა გაბუნიას პაროდიას, ხომ მაინტერესებს შენი ვერსია. კი, მოდი ახლა შენს კარიერას არ გავუფუჭებ და დაგიდებ. ხო? უფრთხილდება ჩემს კარიერას. რო არ წაგართვა და მე ხახლა რო არ დაწერონ. ეხა გაჩვენ? შენ აქედან მიდექი? კარგი, გადმოდიო. Ой, боже мой! Георги, моди აქ. Боже мой, დამარეკინე, მიდი. აი. დაირეკა? თავისი დაირეკა? ალო, ხო? დავლიე, ვიყიდე, დავლიე, ციცამონი დავლიე. კაი, კარგად. რა იყო ეხა ეს? აპლოდისმენტები, ტაში. ვაიმე, არაქივით არის გზარა. მოდი, ჩამეხუტე რა. დღეს ყველაზე უჩვეულო და ყველაზე საყვარელი სიცრუის დეტექტორი. მე დღეს წითელ სკამზე ჩვენს ტელემაყურებელს თქვენთვის ძალიან ნაცნობ და საყვარელ ადამიანებს წარუდგენ. ისინი პატარების დიდი შოუს ვარსკვლავები არიან. მოდი, აპლოდისმენტებით მივეგებოთ ერთმანეთს. და პირველი სტუმარი, როგორც საკუთარი თავი წარადგინა, ბარბარე ჯანაშია. მოდი, დაიკავეთ წითელი სკამი. მე აქვე მინდა მივესალმო დანარჩენ სტუმრებსაც, რომლებიც თეთრ სკამზე გველოდებიან და ახლა გულშემატკივრობას გაგიწევენ. ანა როზა გაფრინდაშვილი, დამიანე კარკაძე, ლეო სვანიძე, გაბრიელ კორახაშვილი და გუგა ნადირაძე. დიდი მადლობა, რომ მოხვედით სიცრუის დეტექტორში. ხომ არ ღელავთ? ვცდილობ ყველანაირად რომ არ ვღელვო. მზად ხართ შეკითხვებისთვის? თითოეული თქვენგანი დღეს თითო შეკითხვას გასცემს პასუხს. რასაკვირველია, სიცრუის დეტექტორი, როგორც კი დაადასტურებს და იმედი მაქვს სიმართლე იქნება, ჩვენ შევაგროვებთ ერთად გარკვეულ თანხას. ყოველი კითხვა იგებს გარკვეულ თანხას. შეგროვილ თანხას კი ჩვენ საქველმოქმედო შინაარსით მოვიხმართ და შემდეგ გავახაროთ სხვა ბავშვები, ხო? აუცილებლად. აი, მოდი, აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ. გავამხნევოთ ბარბარე და დავიწყოთ საუბარი. ბარბარე, შენ საზოგადოებამ გაგიცნო პატარების დიდ შოუში. მაშინ რამდენი წლის იყავი და როგორი შეგრძნება გქონდა, როცა შოუში გამოჩნდი? მე მაშინ ვიყავი 8 წლის და ცოტა ისეთ შეგრძნება მქონდა, იმიტომ რომ ცხოვრებაში პირველად გამოდიოდი ისეთ შოუში. იმიტომ რომ მე სულ გავდიოდი ისეთ გადაცემებში, დილის გადაცემებში და აი უკვე YouTube-ზე რომ უნდა დაიდოს, თან ცოტა ვღელავდი, თან ცოტა თამამი ვარ და თან არ მეშინო და აი ისეთ შეგრძნება იყო, რომ რა იყო ყველაზე მთავარი, რის გამოც გადაწყვიტე, რომ შოუში მისულიყავი? რისი ნიჭი გაქვს ყველაზე მეტად? მე მაქვს მრავალხრივი ნიჭი, ვარ მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი, ფორტეპიანოზეც დავდივარ, ინგლისურზე და მოკლედ ძალიან ბევრ რამეზე და მაინც ჩემი კარიერით მინდოდა წარმედგინა თავი სიმღერით. და გავიტანა სიმღერა. დაღამდება გათენდება თიკა ჯამბურიას ერთ-ერთი სიმღერა. მე ძალიან მიყვარს, თან მე და თიკა ძალიან დაქალები ვართ და მოკლედ რამდენი ხამე თითქმის ვურეკავთ და ძალიან მეგობრული ურთიერთობა
ურთიერთობა გვაქვს მე და თიკას. რა მაგარი ისტორიები გაქვს. მაგრამ მე მაინც ეხლა შევედი თეატრალურზე კიდევ ერთხელ ვიტყვი და ნიკა და ნატალიასთან უსაყვარლეს მასწავლებლები არიან მართლა და ჩემი ეს მათი დამსახურებაც არის რომ ასე ძალიან შემიყვარდა და ეხლა ვარ მამალი სხვადასხვას მამალი და მამალს თამაშობ? კი მამალს თამაშობ და ცოლს და მამალს როგორ თამაშობ? აი დილით როგორ გაღვიძებს ხოლმე მამალი, ეგ შეგიძლია გააკეთო? დილით როგორ მაღვიძებს ფოჩი სად? ფოჩი ჩემ სამგლოში შენ ფოთში გაქვს სახლი? კი ფოჩი აბა მამალი შეგიძლია გააკეთო? ოჩა, ბრავო! მე შემიძლია ძალიან კარგად მივბალწო ხმები. ძალიან კარგად. ოი, და რა შემიძლია მაგარი. ჩაიდანის ხმა გავაკეთო. ძალიან მაგარია, ტაში. მე შემიძლია ღვინოს გახსნის და ჩასხმის. გააკეთე რა. და უფრო ბევრი. ოჩა, ძალიან იჭიერი ბავშვები ხართ რა. მე მაგას მიჩვეული არ ვარ. შენ არ ხარ მიჩვეული. აუცილებელი კი არ არის ყველა მაკეთოს პაროდიები, მაგრამ ვისაც აქვს ამის ნიჭი, ის ართობს ხოლმე ადამიანებს. მე შენთვის მაქვს მომზადებული შეკითხვა. პატარების დიდი შოუს დამსახურებაა, რომ წლების უნახავ მამას შეხვდით. ეს პასუხი არის სიმართლე. ოჩა. მე ცნობილი გავხდი პატარების დიდი შოუდან და ვაიმე სპოდიში რა თავიდან შენ მოყევი იქიდან, საიდანაც გინდა. მე პატარების დიდი შოუდა გავხდი ესეთი პოპულარული. მამამ როცა უყურა ამ ვიდეოს ვერ შეიკავა ჩემი ცნობები და ეგრევე დაიწყო საბუთების გაკეთება. და 2024 წლის ახალ წელს ჩამოვიდა გამახარა ძალიან ბევრს აინტერესებდა დედა ჩემზე და მცირედ ამბავს ვიტყვი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომენტარი შემოდიოდა ამასაც. დედა ჩემმა იმდენი გააკეთა რომ მამას ეყვარული გამიორმაგა. იმდენი რაღაცა გააკეთა, რომ თავის თავზე მეტადაც კი შეგვაყვარა. რას გეუბნება ხოლმე მამ? ისეთ რაღაცებს ვეუბნებოდი, რომ აი ესე შემომყურებდა ხოლმე, რომ ვაიმე, ეს ჩემი შვილია. ეს ჩაფიქრდებოდა ხოლმე. რა შეგიძლია უთხრა? მიყვარხარ ძალიან და მალე ჩამოდი, თორე არ ვიცი რას გიზა. ტაში. შენ ხარ საოცარი და უნიკალური რესპონდენტი. მე ვფიქრობ, რომ შენ წინ დიდი მომავალი გაქვს და არ მინდა დაგვტოვო ისე, რომ არ შეგვისრულო სიმღერა. მე მინდა რომ მაინც გავხდე ჰოლივუდის ვარსკვლავი და ამაში ეჭვიან მეპარება გავხდები. ტაში დაუკარით, ჩქარა. წარმატებებს გისურვებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ მომავალი ბიონსე ხარ. მეც ასევე წარმატებებს გისურვებ. აი, ყველა წარმატებას გისურვებ. ყველა მეც. ოღონდ სიმღერის გარეშე არ დაგვტოვო. მაშასე, ბარბარე ჯანაშია სიმღერით Let's get now. და ჩვენი შემდეგი სტუმარი 6 წლის დამიანე კარკაძე. როგორ გიგითხოთ? კარგად თქვენ. მადლობა, მეც კარგად. ხომ არ ნერვიულობ სიცრუის დეტექტორის სტუმარი? არა, ხო საერთოდ. თავარი ეგ არის, დამიანე. მე შენთან მოვამზადე ერთი ძალიან საინტერესო გამოცდა და დარწმუნებული ვარ, რომ შენ ამ გამოცდაში მე ამყვები, ხო? ეს არის ბლიც შეკითხვები. შენ როგორც განათლებულს და ყოვლის მცოდნეს მე რამდენიმე ბლიც შეკითხვა მოგიმზადებ. ბავშვებო, წარმატებები უსურვოთ? წარმატებები. რომელმა კომპოზიტორმა დაწერა საქართველოს ჰიმნი? საქალია ფარიაშვილმა. ვინ არის ტექსტის ავტორი? დავით მაღრაძე. ოჩახ. რამდენი დამწერლობაა მსოფლიოში? 14. რამდენი ძვალი აქვს ადამიანს? 206. რომელ ხოჭოს აქვს შესასხურებელი იარაღი? ბომბარდირს. ოჩახ. რომელია ყველაზე საშიში ობობა? შავი ქრივი. რა იცავს პირამიდებს? სფინქსი. ოჩახ. სად იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლა? რომში კოლიზეუმში. ვინ აღმოაჩინა ამერიკა? ქრისტეფორე კოლუმბმა. რა ერქვა პაკისტანელ გოგონას, რომელიც ქალების განათლებისთვის იბრძოდა? მალალა. მალალა. რომელია ზღვის ყველაზე დიდი კუ? ყავიანი კუ. ოჩახ. რომელია ყველაზე სწრაფი პინგვინი? გენტუ. ოჩახ. ვის ეკუთვნის სიტყვები ენა მამული სარწმუნოება? ილია ჭავჭავაძეს. ოჩახ. ვინ შემოიტანა ქრისტიანობა საქართველოში და რომელ საუკუნეში? მე-4 საუკუნეში. რომელი მეფის დროს შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში? მრიან მეფის დროს. ყველაფერი ცოდნია, ბავშვებო, ტაში დაუკრათ. ოჩახ. არც ერთი
შეკითხვა არ იყო, რომელზეც შენ პასუხი არ იცოდი. თუმცა პატარების დიდ შოუში შენ პირად ცხოვრებაზე ისაუბრი. და სიცრუის დეტექტორში სტუმრად რომ ხარ, რასაკვირველია, ამ თემის გარეშე ვერ გაგიშვებ აქედან. აი რო გამოვიდა ძალიან გახავერებული ვიყავი. რა რო გამოვიდა? პატარების დიდი შოუ. და რომ მიხვედი რა შეგრძნება ქონდა. ძალიან კარგი. მართლა. სიხარული, გონახული ავზეული. რო გავიდა რა შეგრძნება ქონდა. ძალიან კარგი. მოდი დავსვათ შეკითხვა დეტექტორის მეშვეობით დამიანესთვის. ყურადღება. გრძნობებში გაერკვიეთ ოჩახ თქვენ ყველამ დააჭირა სათითაოდ. ესე იგი შეკითხვა შეიცვალა. რატომ შეცვალეთ შეკითხვა? ძალიან ისეთია ხო, რაღაცნაირი, დამაბნეველი კითხვა. პირადია, გოგონებო, რატო შეცვალეთ კითხვა? პირადი. ანა როზა, შენ რას ფიქრობ? მეც პირადი. კარგი. მაშინ მე შევცვლი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დამიანეს არც თუ ისე მარტივ შეკითხვას დაუსვამ. მაშინ ასე შეცვლილი შეკითხვა დამიანეს. ყოვლის მცოდნე დამიანეს, ანა, კატო და ელენე, ნამდვილმა სიყვარულმა დაავიწყა? ეს პასუხი არის სიმართლე. სიმართლე ყოფილა, აპლოდისმენტები. ბრავო. ესე იგი, ანა, კატო და ელენე ნამდვილმა სიყვარულმა დაგავიწყა? ვინ არის შენი ნამდვილი სიყვარული? სახელს ვერ ვიტყვი. სახელს ვერ იტყვი, სიყვარულსა მალვა უნდა? და სამი გოგო რომ მოგწონდა, მოგვიყევი მათ შესახებ. ეს შოუ რო გამოვიდა სკოლაში მივედი და მე ჩემმა შეყვარებულმა მე კიდევ ერთი რომ ყავდა სახელობა გეტყვით იმან რო ნახა მე ძალიან გაბრაზა. იეჭვიანა? და აბა შენ რატომ მოყევი გადაცემაში რომ ანა, კატო და ელენე ერთდროულად გიყვარდა? მაგრამ სკოლაში არ დავდიოდი შემოვიდა. ეხლა რო ნახავს რომ ისევ იმაძე დაგისვი შეკითხვა ხო არ გაბრაზდება? არა. არ გაბრაზდება, ხო? იმიტომ რომ წარსულზე ვლაპარაკობთ, ხო? კარგი, მაშინ მოვიკითხოთ აქედან და უსურვოთ წარმატება. აი დამიანეს სიცრუის დეტექტორი აი ესეთი გულწრფელი იყო. მე მინდა რომ აპლოდისმენტებით გავაცილოთ ის. შემდეგი ჩვენი სტუმარი გახლავთ გაბრიელ კორახაშვილი. ეს ძალიან აქტიურად მოგესალმები. მეტკინა ხელი. აბა დაჯექი. დაჯდომის შენებური ვერსიაც გქონია. როგორ ხარ? კარგად, თქვენ? მადლობა, მეც კარგად. სისრუის დეტექტორი ნანახი ქონდა აქამდე? ერთი პატარა მომენტებზე შემინხედია მარტო. კარგი. გაბრიელ, მე შენთვისაც მაქვს ძალიან საინტერესო ვიდეო ბლიც შეკითხვები მაქვს, რომელსაც ნახოთ როგორ გაართმევ თავს. იმიტომ რომ შენ ხარ ძალიან ცნობილი ბზის სისტემის შეცნობაში, ასეა ხო? საიდან იცი ეს ბზის სისტემა ასე კარგი? ზოგჯერ YouTube-დან ზოგჯერ წიგნებს ვკითხულობდი. მართლა? და ესე ვისწავლე. და ისწავლე. კარგი. სპეციალურად გაბრიელისთვის ჩვენს ეკრანზე გამოჩნდება პლანეტები და გაბრიელმა წამიერადვე უნდა დაასახელოს თუ რომელი პლანეტაა. თხოვთ პლანეტები ეკრანზე. მარსი, მარსი, იუპიტერი, იუპიტერი, ოჩახ, ზე, მზე, მერკური, მერკური, როგორ ცნობ? ურანი, ურანი, დედამიწა, დედამიწა ჩვენი საყვარელი, ნეპტუნი, ნეპტუნი, პლუტონი, პლუტონი, თვარე, თვარე, სატურნი, სატურნი, ვენერა. ვენერა. ოჩახ, ძალიან მაგარი ხარ. აი, ასე წამიერად როგორ ცნობ ამ პლანეტებს? მინჩვეული ვარ 3 წლის წინ დავიწყე მაგისწავლა. ახლა რამდენის ხარ? 9-ის. 9 წლის ხარ. ესე იგი, კიდევ უფრო გაიღრმავე ცოდნა? დიახ. ორ მზის სისტემაზე უკვე აღარ. აბა, სხვა პლანეტებზე. საერთოდ. საერთოდ სხვა პლანეტებზე სხვა ვარსკვლავების სისტემაში დიახ. ხარ გადასული? გამაგებინე, როგორ არიან ეგ პლანეტები, როგორ გძნობენ თავს? ზოგი ცხელია, ზოგი ცივი, ზოგი უცნაური. აღმოგიჩენია ესეთი პლანეტა, რომელმაც აი ძალიან მიგიზიდა და დაგაინტერესა. მაგალითად ერთი პლანეტა არის. რომელი? J1047. და როგორია ეს პლანეტა? 37 მეტრის გოლი აქვს და დედამიწაზე 51,000 ჯერ დიდია. უკაცრავ, შეიძლება მე ვთქვა ჩემი საყვარელი ექსოპლანეტა? თქვი? ტრაპიზ 1F. ეგეთი თვალის პლანეტა არის, რომელიც თვალი აქვს სხვასთვის და
აი ესეთი ტრაპეზერზე ორბიტალს და სიცოცხლე აქვს. იცი შენ მაგ პლანეტის შესახებ? ეხლა პირველად მესმის. პირველად გესმის. სხვა შორის ძალიან ბევრი. ტრაპიზერთი F-ი გამიგია. ძალიან ბევრი. ეგეთ პლანეტებს ექსოპლანეტები ჰქვია. კი. სწორედ მომთქვა. სწორია. რა მაგარია, სწორია. მოდი მე შენ დაგისვამ ახლა შეკითხვას, ყურადღება. სხვა პლანეტებზე სიცოცხლეს უცხო პლანეტელები ბლოკავენ? ბლოკავენ. აი, გარავინ იცის არსებობს თუ არა. ხო, ჩვენ ადამიანები არ ვიცით თუ არსებობს. შეიძლება არსებობენ და უბრალოდ სიგნალებს არსებობს მეთქი. აი არის. ბავშვებმა დაბლოკეს შეკითხვა და აი მწვანეშუქიც აინთო. ანუ მივხვდი ბოლოს რა უნდა მეთქვა და მერე დააჭირეს. დააბრუნეთ რა ეს კითხვა. გინდა ეს კითხვა? შეიძლება სიგნალს ახშობდნენ და ამიტომ ვერ ხედავთ. კარგი, მაშინ შენ ვერსიას მოყვები ამაზე და კარგად გაშლი, ხო? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. სიმართლე. ოჩა, გილოცავ. და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რას გულისხმობს გაბრიელი აი ამ დაბლოკვაში. ანუ შეიძლება სიგნალებს ახშობდნენ და იმიტომ ვერ ხედავთ. ჩვენ შეიძლება მაგ სიცოცხლის სიგნალებს ვერ ხედავთ. შეიძლება რამენაირად შეიძლება აქვთ გიგანტური მაგრამ ზონდი ანუ დისოსფერო შეიძლება ჰქონდეს იქიდან დამაცად ერთი წამით რამენაირი დროსთვის ერთი ზონდი გაგზავნეს ვოიაჟე ერთი და უკვე მზის სისტემას გააღწია და 40 წელი მოვანდომა მაგრამ უახლოეს სისტემამ და კიდე 70000 წელივე მიაღწევს შენ ყვებოდი გადაცემაში რომ 2025 წელს მარსზე ჩავლენ ადამიანებიო ეგ სავარაუდოდ და რაღა დარჩა 2025 წლამდე და შენ რას ფიქრობ გაფრინდნენ უკვე მისია გაფრინდა თუ არა არც კის და არც არას ვფიქრობ. ანუ ან ჩააღწევენ ან ვერა? სავარაუდოდ ალბათ ჩააღწევენ, მაგრამ შენ ხო თქვი რომ შენც გინდა წასვლა ხო, მაგრამ გავიხუმრე, მაშინ ხო ბავშვი ვიქნები, ცოტა მერე მინდა. ანუ ვიგულისხმე რომ 2025 წელს ეს ხო ბავშვი ვიქნები, რა თქმა უნდა. ანუ ბავშვობის ასაკში არ გინდა გაფრენა? მე რას გულისხმობ იცი? დრო ხო იქ ხო არ შეიძლება ეგა. ბავშვის გაშვება ხო? მე უბრალოდ შენ სურვილები მაინტერესებს. გაქვს თუ არა ოცნებად კოსმოსში გაფრენა? მაქვს, მაგრამ უნდა აეჩიონ ვინმე. თორე ისე ვერ არ გაგიშვებენ არაფრის დიდებით. უნდა აეჩიონ. აი როგორ უნდა აგარჩიონ კოსმოსისთვის? ჯანმრთელობას შეუმოწმებენ მე არჩეულს. რამდენიმე წელი თავარჯიშებენ და მერე უშვებენ. აი 9 თვე გაძლებდი? არც 9 თვე დასჭირდებათ იქ რომ წავიდეთ მარსზე. მაგრამ ერთი პრობლემა არის, თუ არ ვივარჯიშეთ, ზულები ძალიან თხელი გაგვიხდება. ამ დროთა განმავლობაში ხო? რატო კალციუმის ნაკლებობის გამო? არა, გრავიტაციის ნაკლებობის. გრავიტაცია ესე ათხელებს ცვლებს და როგორ უნდა იცხოვროს მაშინ ადამიანმა მარსზე ხო არსებობს თეორია? არა, ანუ კოსმოსში ვთქვით, თორე მარსზეც არის ეგრე გრავიტაცია. მარსზე გრავიტაცია და იქ თავი ქუჩი გვექნება? სკაფანდრე უნდა ჩავიცვათ და რა ვიცი, ესეთი რაღაც გავიგე რომ უნდა შექმნან ჰაერი. შენ როგორ ფიქრობ? ადამიანი მოახერხებს დროთა განმავლობაში რომ სხვა პლანეტაზე დაფუძნდეს? ჯერა. გჯერა ამის? აი რამდენი ხანი დაჭირდება ამას? ჩემი აზრით ალბათ რამდენიმე 1000 წელი. უცხო პლანეტელები ბლოკავენო სიხშირეებსო და წარმოგიდგენია უცხო პლანეტელებს როგორ შეიძლება იყვნენ? აი ერთ-ერთი ფილმიც არის ეგეთი სამყაროთაომი და მან დრო გონება გახსნები იყვნენ ეგ უცხო პლანეტელები ადამიანების საბოროტოდ გამოიყენეს. მეც წარმომიდგენია იქნებოდნენ მწვანეები ესე პირიანები, შავიან პირიანები, შავთვალიანები და ასეთი ყველა წარმოიდგენს რომ უცხო პლანეტები ყველა ერთადერთი ხო თუ არის მწვანე თლიანი არის შენ აიცი როგორ ანუ შეიძლება სხვანაირიც იყოს რა ვიცით? იმ ფილმში ნაცისტები ფერს ქონათ და ადამიანის გავსი ძალიან იშვიათია. მე მგონია რომ თუ კი არსებობენ უცხო პლანეტელები, ისინი მოინდობებენ ჩვენთან ოდესღაც დამეგობრებას. დიდი მადლობა შენ. ან დამეგობრებას, ან ტრობას. მე არ მინდა რომ ესე წარმოვიდგინო რომ ტრობას მოინდობა. მეც მიჩვენია მეგობრობა უფრო. ნამდვილად. მოდი გაუმარჯოს მეგობრობას. აპლოდისმენტები გაბრიელ კორახაშვილს. და ჩვენი შემდეგი სტუმარია ასევე პატარების შოუს ერთ-ერთი ცნობილი მონაწილე გუგა ნადირაძე. გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად. რამდენი წლის ხარ? მე ვარ 12 სახა და 3 ივნისს გავხდები 13 წლის. აბა ჩამომითვალე რა სფეროები იცი? კარდიშევის სკალა ეგეთი სკალა არის, რომელიც ადამიანების კალა სიცოცხლის სიჭკვიანის ზალა და რამდენიც გაიარა აი პლანეტები და ესე. ეგ მეც მაქვს ნასწავლი. და სად ისწავლე ეგ? აი ინტერნეტში. თითქოს ყველაფერი ინტერნეტში მისწავლია რა. კარგი, მოდი მაშინ მე გადავამოწმებ ახლა და საინტერესო იქნება ბლიც შეკითხვებზე შენი პასუხები. ასაგებია. სად ხარ?
დიახ. დავიწყოთ. ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში. ოლიმპის მონსი. სად მდებარეობს? მარსზე. აი მეც ვიცოდი. რამდენი მთვარე ყავს იუპიტერს? 95. ოჩა. სტარია. რამდენია? 79. ეგ 79 არა. ნამდვილად მოძებნეს ახალი მთვარები და ყოფილა 95 არის. ეს ახალი ვერსია, შენ ძველი ვერსია იცი. კარგი, შემდეგი კითხვა. როგორ იშიფრება აბრევიატურა NASA? National Aeronautics and Space Administration. ოჩახ. რომელი ალბომი გვასწავლის დემენციის შესახებ? Everywhere at the end of time. რა სამი წესი არსებობს იმისთვის, რომ ობიექტი პლანეტად ჩაითვალოს? პირველი უნდა მზის ირგვლივ ორბიტალდეს, მეორე უნდა რგვალი იყოს და მესამე თავის მიმდებარე ადგილი გასუფთავოს. რომ ეგ მესამე წესი პლუტონი ვერ აკეთებს, ამიტომ პლანეტად აღარ არის. არ ითვლება. არ ითვლება. შემდეგი შეკითხვა. რისგან შედგება ატომი? პროტონისგან, ნეიტრონისგან და ელექტრონისგან. რომელმა ქვეყანამ აჩუქა თავისუფლების ქანდაკება ამერიკას? საფრანგეთი. აში. მე მინდა ახლა გუგა დაგისვა მთავარი შეკითხვა. ჩვენ ვთამაშობთ ყველანი ერთად, ვიგებთ გარკვეულ თანხას, რომელსაც შემდეგ ზრუნულობა მოკლებულ ბავშვებს შუქნით, ხო? მაშ ასე. მთავარი შეკითხვა გუგას. ზედმეტ სახელი პატარა ალბერტ აინშტაინი გაკომპლექსებ? პრაქტიკულად შემიძლია თქვა, არ მიშლის თავს, რომ არ გაკომპლექსებს. არ მაგკომპლექსს. კარგი, მოდი დაველოდოთ დეტექტორის პასუხს. ეს პასუხი არის სიმართლე. ინერვიულე? იყო სხვათა შორის ისეთი ორაზროვანი შეკითხვა რა. მე მაინტერესებს შენ პლანეტა ვენერაზე წასვლა რატომ გაქვს ოცნებად? იმიტომ რომ ვენერა პრაქტიკულად უფრო ადვილია რომ გავასიცოცხლოთ ვიდრე მარსი. ერთი ვიდეო მიყურებია კურსგაზეთიდან, ეგეთი ჩანელი არის. ერთი პრობლემაა. მან ჩასვლის ჟავის წვიმები იცის მან და ძალიან ცხელი არის. ვისი წვიმები? ჟავის. ჟავის წვიმები. ვენერაზე. ხო და შეხედება არის. მოხდე ამ წვიმაში დაგწავს ალბათ, ხო? შეხედება არის. პირველი უნდა გავაციოთ უფრო, ანუ ეგ იქნება შეიძლება ყინულით ან წყალით, წყალი კი არა, უფრო ერევია ორთქლებში. ყინული გადავაგდოთ სხვანაირ პლანეტიდან, ან უფრო პირველი უნდა დავაფაროთ მისი მზისგან გასხელება. რამე საკე შენ მიიღებდი მონაწილეობას მაგალითად ამ მისიაში, რომ ვენერაზე წასულიყავ და მსგავსი ექსპერიმენტები. დიახ. ეს შენი ოცნება? პრაქტიკულად ოცნება არ არის, სულ კიდევ სხვა ფიქრებიც მაქვს, კომპიუტერული ინჟინერებაზე, ანიმატორობა, კიდევ ბევრი სხვა. აპლოდისმენტებით გავაცილოთ გუგა ნადირაძე. ხოჩა. ლეო, დღეს შენ ხარ სიცრუის დეტექტორის სტუმარი. ლეო სვანიძე, მივესალმოთ აპლოდისმენტებით. როგორ შეგრძნება? ძალიან მაგარი და მიხარია, რომ დღეს აქ მოვედი, როგორც კი გავიგე სიცრუის დეტექტორში რო იქნება, ძალიან გავოცნი, მეგონა დეტექტორით იზავდნენ მაგას და როგორც კი მითხრა მამამ, დეტექტორზე არ იქნება, ძალიან კარგად ხო, ვიყავ. დეტექტორი არ არის რამდენი. მე ვიცი რომ შენ საოცრად გაწაფული ხარ ერთ-ერთ სპორტში, ჯანსაღ ცხოვრების თემად თავისთავად და ასევე ჭადრაკში, რომელიც დაკავშირებული ეს არის ინტელექტუალური სპორტი, ხო? და ფეხბურთიც დავდივარ. ჭადრაკი მეც ვიცი. ჭადრაკზე მეც დავდივარ და ძალიან გვიჯები. თქვენ ყველამ უნდა იაროთ ჭადრაკს. მაგრამ ძალიან მაგრად ვიცი. კარგი, მოდი ახლა ლეოს ვაცადოთ. ლეო, შენ მამას უგებ ხოლმე. ერთხელ მოვუგე ისე რომ საერთოდ ვერ მიხვდა, ანუ როგორც კი გადავდგი და შამათი გავუკეთე, მაინც ფიქრობდა ეხლა რა ვქნაო, რა გადავდგა და ჩაკეტილი იყო, ვერსად მიდიოდა და მე რო დახედა და მიხვდა რომ შამათი იყო, მითხრა მოიგე გადავირიე, მეც კი ვერ მივხვდი ისე. ხელები აწია, ესე დაგნებდა, რა რეაქცია ქონდა მამას?
გაოცდა გაოცდა. და იფიქრა როგორ გააკეთავ ეს შამათი რომ მეც კი ვერ შემიმჩნევა. ეგრე მამა ჩემსაც ერთხელ რომ ვითამაშებოდი და მოუგე პირი დავაღეთ ორივე, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი არის. პირველზე ვიყავი ყველას მოუგე ვისაც ვეთამაშე. აი რა საოცრება ამდენ გენიოსთან და ჭკვიან ადამიანთან ერთად ყოფნა. ლეო, მომიყევი, ჯანსაღი ცხოვრება, როგორ უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღად? შეგიძლია გითხრათ? ჯანსაღი ცხოვრება ნიშნავს იმას, როცა სუდ საჭმელს არ ჭამ და გაფუჭებულ საჭმელს არ ჭამ და სიგარეტს არ ეწევი. სიგარეტს არ რაღაცა ჩილიმს და რაღაცებს და არ იყო ცუდად და ბევრი ხანი სავამტყოფოში წოვა არ მოგიწეს. მოდი ახლა მე შენ დაგისვამ კითხვას და დეტექტორით გადავამწოთ, რამდენად სწორი იქნება შენი პასუხი. ყურადღება, შეკითხვა ლეოს. სპორტის პოპულარიზაციაში თქვენი დიდი წვლილია? წვლილი რას ნიშნავს ეგ არ ვიცი. ანუ შენ დამსახურება არის ის, რომ ადამიანებს უბიძგებ სპორტისკენ, ხო? კი. ეს პასუხი არის შენი აზრით სიმართლე იქნება თუ სიმართლე. თქვენ რას ფიქრობთ? სიმართლე. სიმართლე. გილოცა. გილოცა. ახლა მითხრა, გადარჩი? მე მეგონა არ იქნებოდა სიმართლე, სიცრუეს ელოდებოდი? ორივეს უფრო მეტად სიმართლეს ველოდებოდი. იმიტომ რომ შენ გჯერა ასე და გუწმელად მიპასუხე, ამიტომ ამოვიდა სიმართლე. ახლა მითხარი, როგორ ახერხებ ამას? როცა გადაღებებზე მეკითხებიან ჯანსაღ ცხოვრებაში, მაგაზე მაგ დროს ვამბობ. ტელევიზიაში როცა ყვები ამას, ბევრი ადამიანი შემდეგ წმუნდება იმაში, რომ ძალიან ბევრჯერ მინახავს, რომ მეუბნებოდნენ შენი ვიდეო ჯანსაღ ცხოვრებაზე მინახავს. ერთხელ კიდე რომ შემოვიდი მთელმა კლასმა მითხრა, როგორც ერთმა ბავშვმა მითხრა 11 საათზე რომ იყო გამოსული და რომ უნდა მეყურა 11 საათზე წესით უნდა მეძინოსო და მე არ დავიძინე, იმიტომ მაგ დღეს როცა დადეს ეგ ვიდეო, ჩემი ძია ჩამოდიოდა და არ დავიძინე და როგორც კი დავინახებებია ჩემი მიყვირის მოდი უყურე შენ გამოდიხარ რომ დედა ჩემაც კი გადამიღო ვიდეო ტელევიზორიდან. კარგია ძალიან და მოდი მივცეთ ყველას მეგობრობის, კიდე რა თქვი, ჯანსაღი ცხოვრების და განათლების მაგალითი, როგორც თქვენ ხართ განათლებულები და ჭკვიანები. დიდი მადლობა ლეოს, აპლოდისმენტები. ანა როზა გაფრინდაშვილი, მივესალმოთ. მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის. მადლობა თქვენ. რით ხარ დაკავებული ცხოვრებაში? ღერი, სწავლობ. ღერი სწავლობ, ცეკვაზეც დავდივარ და როცა თავისუფალი დრო მაქვს, სწავლობ ლექსებს და განსაკუთრებით მიყვარს მურმან ჯინორიას ლექსები. რომელი? მურმან ჯინორიას წაკითხული ლექსი? დიახ, წაკითხული აბა რომელი? ლექსები. მიყვარს ფრინველებში შაშვი, მიყვარს. ეს ნიშნიანიძის ლექსია. აბა წაიკითხე. ფრინველებში შაშვი მიყვარს. შაშვი მებულბულება. ბულბულს შაშვი მიჩვენია, კაცია და გუნება. ახ გიტარავ შენ მომიკვდი, რაღა მე რა ნუნება. მაინც ყველას მიჩვენი ხარ, კაცია და გუნება. კვიცივით ხტის ნორჩი გოგო, ანარა დაეწუნება. ზოგს კი ბანოვანი მოსულს, კაცია და გუნება. შლით დიდებულ უცხოელებს სხვაც ბევრი აქვს ძუნება. შაველაკი ცეცხლს მიკიდებს, კაცია და გუნება. ბედნიერ კაცს ეჭვით ვუნზე, განა გამემტყუნება. გულ მოკლული უფრო მიყვარს, კაცია და გუნება. თავ ჩემო, რაც ხარ ეს ხარ, ვერ გადახვალ ბუნებას. ზოგი მტრობს და ზოგს უყვარხარ, კაცია და გუნება. აპლოდისმენტები. რა. შოთა ნიშნიანიძის გენიალური ლექსი, რომელსაც გენიალურად კითხულობს მურმან ჯინორია და შენ არაჩვეულებრივად წაიკითხე დღეს, ხატრული კითხვა ძალიან კარგად გამოგდის. ანა როზა, შენ ასევე ძალიან კარგად ბღერი. დღეს ისე ხო არ დაგტოვებ, რომ არ გვიმღერო? არა, არ დაგტოვებ რა თქმა უნდა. ძალიან კარგი, რას შეასრულებ დღეს? დღეს შევასრულებ გერმანულ სიმღერას. გერმანულ სიმღერას. დიახ. ანა როზა მღერის, ჩვენ ვიცით და მუსიკალური შეკითხვა გვექნება მასთან. ყურადღება.
გიჟური მუსიკა და ჯაზი. თქვენი არჩევანია? დიახ. ეს პასუხი არის სიმართლე. სიმართლეა, ოჩა. ყველა პასუხი სიმართლე იყო ძალიან მიხარია. მეც ძალიან მიხარია. ჩვენ ბავშვებო ერთობლივად მოვიგეთ 5000 ლარი. აპლოდისმენტები დავისთვის ძალიან გრძელი თანხა. და ამ თანხას გამოვიყენებთ. უპატრონო ბავშვებს ერთად მისცემს. წავიდეთ და გავახაროთ ბავშვები, კარგით? დიახ. ძალიან კარგი. ახლა ანა როზა გაფრიდაშვილს მინდა ვკითხო. რას ნიშნავს გიჟური მუსიკა და ჯაზი? თითქოს გიჟური სიმღერა ვიპოვე ჩემში. ძალიან მომეწონა. თითქოს ჩემი სახასიათო სიმღერა არის. ძალიან მომწონს გიჟური სიმღერები, ჯაზი ძალიან მომწონს. აი თითქოს ჩემი შესაფერისი არის და არ ვიცი. ქართული სიმღერები მოგწონს? ქართულიზე ლაპარაკი აღარა მაქვს, ისედაც ქართველი ვარ ისედაც და გიყვარს. ყველა მიცის რომ ქართული სიმღერა განსაკუთრებულად მიყვარს. მე მინდოდა შენთვის შეკითხვა დამესვა, შენ სახელთან დაკავშირებით. შენ ქვია ანა როზა. ეს არის ულამაზესი სახელი. რა შეგიძლია მოგვიყვა, რატო ქვია? ვინ შეგირჩია სახელი თუ იცი? დედამ და მამა. ეს იყო ჩემი ბებიას სახელი, მამაჩემის დედის სახელი. რომელი? ანა თუ როზა? როზა. როზა. და ანა? და დაუმატეს ანა. შემდეგ და გამოვიდა ასეთი ლამაზი სახელი ანა როზა. ეს ჩემი საკუთარი სახელია, სხვას არავის არ ქვია ანა როზა. მაშ ასე, ჩვენ მოვიგეთ 5000 ლარი, ჩვენი საქველმოქმედო აქციაც აი ესე ლამაზად დამთავრდა. ახლა კი იზღა დაგვრჩენია რომ ჩვენ მაყურებელ სიმღერით დავამშვიდობოთ. მაშ ასე მე ერთი კვირით გემშვიდობებით პატარების დიდი შოუს ვარსკვლავებთან ერთად.